ორ სიტყვას ასე რომ ამბობენ ხოლმე ორ სიტყვას ვიტყვი მცოდნე კაცზე მცოდნეთ წოდებულზე კი არა პირნათელი რო ვიყო მასთანაც თქვენთანაც საზოგადოებასთან აუდიტორიასთან მას არ ვუწოდებ მე მცოდნეთ წოდებულს მე მას მოვიხსენებ ასე მცოდნე კაცზე ვიტყვი ორ სიტყვას მცოდნე რაში ან რა სფეროში ან რა იცის ხო ფილოსოფია იცის ლიტერატურა იცის მაგალითად იცის პლატონი ბევრზე უკეთ კი არა ბევრზე შეუდარებლად უკეთ ქართულ ოცნებაში ან ქართულ ოცნებასთან ვინც არის უკლებლივ ყველა რომ შეკრიბო უკლებლივ ყველა და გამოჰკითხო მათ პლატონის თაობაზე ამ კაცის ცოდნა პლატონის თაობაზე გადასწონის იმათ ყველას ერთად პლატონის ცოდნას ირაკლი ზარქუას პლატონი რო ჰკითხო რომელ საუკუნეში იყო შეიძლება გითხრას მე-12 საუკუნეშიო დიმიტრი სამხარაძემ შეიძლება გითხრას მე-19 საუკუნეშიო ნინო წილოსანმა სადღაც შეიძლება ილაპარაკოს მე-17 მე-16 მე-17 საუკუნეებზე შესაბამისად მათ პლატონის თაობაზეც კი არაფერი გაუგიალა ამ კაცმა ვისძეც მე ვიტყვი ორ სიტყვას პლატონი რომელ საუკუნეში იყო თუ როდის იყო და პლატონის თაობაზე ცხადია სამივე და არათუ სამივე არამედ კვლავ ვიმეორებ მთელი ქართული ოცნების ცოდნა რომ შეკრიბო პლატონის თაობაზე მათზე ბევრად მეტი იცის ცხადია ბევრად მეტი არა მარტო ქართული ოცნებისა ფლად ობიექტური რომ ვიყო პლატონის თაობაზე რაც იცის ამ კაცმა რუსთაველის თაობაზე რაც იცის ამ კაცმა ვაჟა-ფშაველას თაობაზე რაც იცის ამ კაცმა სხვებისა და სხვების თაობაზე რაც იცის ამ კაცმა რაც იცის ზოგადად ბევრად აღემატება ოპოზიციაში გულახდილად ვლაპარაკობ ანუ კი არა ვაჭარბებ ვინმეს კი არ ვაკნინებ არც ქართულ ოცნებას არ ვაკნინებ სხვათა შორის არ არის ეს თვითმიზანი ჩემი მამუკა მდინარაძის ინტელექტის გაზომვა არასოდეს არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი ქართულ ოცნებაში კი არა ოპოზიციაში ვინც არის მათგან ბევრზე ხას უსვამ არა ყველაზე არამედ ბევრზე უკეთ იცის პლატონიც რუსთაველიც ვაჟა-ფშაველაც არ ვიცი თუ გნებავთ სხვას დავასახებ ურაბიშვილიც მაგალითად არისტოტელეც მაგალითად რა ვიცი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები ასე მაგალითად აი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება მაგალითად იცის გრიგოლ ხანძთელი ვინ იყო ოღონდ ბევრზე აი თუ ქართულ ოცნებაში ყველას ჯაბნის აქ შეიძლება ჩვენ აღმოვაჩინოთ რამდენიმე ადამიანი ახლა გვარებს არ დავასახელებ თქვენი ნებართვით რომლებიც მას გაეჯიბრებიან და ვინც ის იქნება დაამარცხებენ კიდეც როგორც პოლიტიკურ სუბიექტებში ისე ფართო საზოგადოებაში ვინც კრიტიკულად არის განწყობილი ბანდა ხელისუფლების მიმართ ახლა მე ჯერ არ გაჩვენებთ ამ კაცის იერს სახეს მე უბრალოდ მოგასმენინებთ და მე განვიხილოთ რას ამბობს ეს მცოდნე კაცი კვლავ ვიმეორებ მცოდნე კაცი და მე გულახდილად გეტყვით ძალიან გული მწყდება რომ მასზე მომიწია ორი სიტყვის თქმა იმიტომ კი არა რომ ის ჩემი რაღაც შორეული ნაცნობია არა რასაკვირველია რა უფლება მაქვს მაგიტომ არა რომ რაღაც ისა მომიწია შორეულ ნაცნობზე მძიმე სიტყვი მომიწევს შორეულ ნაცნობზე მძიმე სიტყვის თქმა ხო ერთის მხრივ მაგიტომაც მაგრამ იმიტომ რომ არ მიყვარს ხოლმე ესე განქიქება ხო და სრული სიმართლეების თქმა პირებზე რომლებმაც რაღაც მაინც იციან ამ კაცმა პლატონი აქ იგითხარით რუსთაველი აქ იგითხარით იცის მოусმინოთ ჯერ როგორც არ მოვატრიალებ კამერას საერთოდ ყველა ის სამი ტელევიზია რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გადასცემდა იმედი პირველი არხი და რუსთავი ორი სულ ერთი მესეჯ ბოქსი იყო ყველგან და ყველა ინსტიტუცია წერხვაში იყო გადებული არაფერი მასკერი რო შემოიტანეს მე მაესტროს უნდა გადაეცა მთელი საქართველოს მასშტაბით გადაცემები მასკერის თებშებიც არ შემოუშვეს დააკადაღეს და აი ესეთი რაღაცები ხდებოდა რა ანუ დემოკრატიას ნასახი არ იყო და პარადოქსულად აი ესეთი ქვეყანა უნდა თვითონ ევროპისკენ მიდიოდა ევროპაში როგორ შეყვარა თუ ევროპა დემოკრატია ხო შენი რატომ მიდიხარ ევროპაში ევროპა ის გეოგრაფია კი არ გიყვარს და კი პეიზაჟები ევროპა გინდა დემოკრატიის და დემოკრატია როგორ სად შედიოდი სად მიდიოდი ახლა აღარ ვლაპარაკობ არაფერზე ციხეებში წამებებზე და იქ ციხეში თუ იჯდა ადამიანი ოჯახის იმისი უნდა შინებოდა რომ თუ
თუ არ გააკეთებდა იმას, რაც ეტყოდნენ და თუ საპროცესზე არ მოაწერდა ხელს, შეიძლება შეუთლიდან ლევან გიგინეიშვილი, რომელიც ამას ამბობს, უკლებრივ ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ ყოველ შემთხვევაში იმასაც არ დაუმალავ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, ან ნაწილობრივი სიმართლე, ან სრული სიმართლე, როდესაც ლაპარაკობ იმ პერიოდზე, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის, ანუ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ბოლო წლებზე, მოდი ასე ვიტყვი, 2009-დან 2012-ის ჩათვლით. შესაძლოა ოდრავ ადრინდელებზე, თქვათ 7 წელზე თუ ლაპარაკობ, იმიტომ რომ 7 წელს მოხდა 2007-ში იცით თქვენო 7 ნოემბრის ამბები, ანუ იმედის ამბები. შესაძლოა ლაპარაკობდეთ რაღაც 2006-ზე, თუმცა იქ არ მახსენდება რაღაც განსაკუთრებული ამბავი, რომ დემოკრატიული ნორმები დაერღვია წინა ხელისუფლებას 7-ზე, 8-ზე, მაგრამ 8-ში ომი იყო, მორატორიუმი იყო გამოცხადებული, მათ შორის იმ ჟურნალისტად წოდებული პირის, ანუ გია უცნობი გაჩეჩილაძის და იმ ჯგუფის მიერ, რომელსაც გია გაჩეჩილაძე წარმოადგენდა, გამოცხადებული იყო მორატორიუმის სიმართლე, უნდა ვილაპარაკოთ კრიტიკაზე მიხეილ სააკაშვილის, ლევანისა, აცგარდაცვლილი მისი ძმის მხრიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და განსაკუთრებით 2009-ზე 9-დან 11, 9, 10, 11, 12-ის ჩათვლით, 13-ის ჩათვლით მიხეილ სააკაშვილი ხო 13-ში ნოემბერში თუ ოქტომბერში წავიდა, აღარ იყო პრეზიდენტი ხო და გიორგი მარგველაშვილი აირჩია ქართულმა საზოგადოებამ მიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული პრეზიდენტად. პრინციპში ლევან გიგინეიშვილი ეს მცოდნე კაცი, მცოდნე აკიგითხარით ვეფხის ხაოსნისა და ეხლა მეც არ მინდა თქვა რომ მე რაღაცა მოვიკოჭლებ მეთქი რუსთაველის ცოდნაში, მაგრამ გულახდილად რო ვილაპარაკოთ, ის გაცილებით უკეთ გაარჩევს, არ ვიცი, ავთანდილის ანდერც, მაგალითად ლევანი, ვიდრე მე გავარჩევ ავთანდილის ანდერც. ის გაცილებით უკეთ აუხსნის მოსწავლეებს, ახალგაზრდებს, რაღაცა თუ საწურთო მან დამამხოს რა არის, ან ილაპარაკებს ავთანდილის ფენომენზე, ფრიდონის ფენომენზე, ტარიელის ფენომენზე და ასე ბევრ რამეზე ილაპარაკებს. პლატონზე ხო ბევრად უკეთ ილაპარაკებს, ბევრ ჩემზე კი არა, ბევრ ცოდნეზე, ან ცოდნე წოდებულზე უკეთ ილაპარაკებს, მაგრამ რასაც ლევან გიგინეიშვილი ამბობს, სრულ სიმართლეს ამასთან 2007-დან ვიდრე 12-მდე პროცესებზე ნაციონალურ მოძრაობაზე სრულ სიმართლეს კი ამბობს, მაგრამ აი ეს სრული სიმართლეც არის ტყუილი. გაგიკვირდებათ და ტყუილი არის იმიტომ, რომ კაცი, რომელიც გამოდიხარ ახლა ამ კონტექსტში, ამ ვითარებაში და შენ ლაპარაკობ მხოლოდ უკეთურობაზე 7-დან 12 წლამდე მომხდარ ამბებზე და ლაპარაკობ იმას, აი მოусმინოთ მაგალითად, უყურეთ საერთოდ ყველა ის სამი ტელევიზია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით გადასცემდა, იმედი, პირველი არხი და რუსთავი 2 სულ ერთ დღეს სწორედ იმედი, სწორედ პირველი არხი და სწორედ რუსთავი 2 იგივეს არ გადმოსცემს. ანუ თითქოს და ნამდვილად მართალი ლევან გიგინეიშვილი სრულ სურათს როცა არ გაჩვენებს და არ გეუბნება, რომ იმედი დღევანდელი რუსთავი 2 და დღევანდელი პირველი არხი საზოგადოებრივი მაუწყებელი ზუსტად ისეთივე კი არ არის. ბევრად უარესია, ვიდრე იყო ხსენებულ 7-12 წლებში. დიახ, იმედიც საზოგადოებრივი მაუწყებელიც და რუსთავი 2-იც პროპაგანდის მანქანა იყო იმ ხანადაც, მაგრამ დღევანდელი რუსული პროპაგანდა, რუსეთობა, რომელსაც ქადაგებს გინდა ერთი, გინდა მეორე და გინდა მესამე არხი, არის მადასტურებელი იმისა, რომ ესენი ბევრად უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ლევან გიგინეიშვილს თუ ის პატიოსანი კაცია, უნდა ეთქვა 2 სიტყვა, რომ დღევანდელის არ იყოს. აი უყურეთ, რა მარტივი წინადადებაა, დღევანდელის არ იყოს მაშინაც მე რო ვიყო გია უცნობ გაჩეჩილაძესთან მიწვეული, მე ამ სრულ სიმართლეს ვიტყოდი, მე ვიტყოდი, რომ ნაკლები მცოდნე ვაჟა-ფშაველასი, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ გია ყურადღებით მომისმინე, დღეს უარესი მდგომარეობაა. მაშინ იყო საშინელი მდგომარეობა და შენ გია აპროტესტები ამ ყველაფერს, მაგრამ დღეს არანაკლები კი არა, ბევრად უარესი მდგომარეობაა პროპაგანდის თვალსაზრისით, როგორ ხალხო პოზიტივიზე, რომელსაც არ ახსენებს ლევან გიგინეიშვილი, მაგრამ კარგი არ ახსენებს, ნუ ახსენებს, აგრეთვე იმედზე გადის ანტიდასავლური პირდაპირ სახელწოდებას არ მახსოვს, უბრალოდ რა ქვია, და ავტორიც არ მახსოვს, მაგრამ ის რაღაცა ბლანჟეიან ახალგაზრდა ჟურნალისტად წოდებულ პროპაგანდისტს მიყავს ის გადაცემა, პირდაპირ სახელწოდებაშივე არც ავტორის სახელი მახსოვს და არც გადაცემის რაღაც ევროპის რაღაც დამარცხება თუ და ევროპა როგორც საშინელი რაღაც სლოგანი დაახლოებით ესეთია, ხო შიდა არც ესეთია. ამაზე რატო არ ამბობს, არ ამახვილებს ყურადღებას ლევან გიგინეიშვილი, თუმცა რასაც ამბობს, აკიგითხარით, სიმართლეა მეთქი, მაგრამ ნახეთ, იყო ყველგან
ყველა ინსტიტუცია ერთ და იგივე message box-ი ახლა ბიზინა ივანიშვილის მიერ შექმნილი არ არის, ბიზინა ივანიშვილისა და ბანდის მიერ. ახლა მე გეტყვით, რატომ ლაპარაკობს ლევან გიგინეიშვილი ამას. აი ამ ნახევარსი არასრულ სიმართლეს, უკონტექსტო სიმართლეს, იმიტომ რომ გადასწრდა 2007-დან 2012 წლებამდე მოვლენებს ისე, რომ წარმოიდგინეთ ლამის 20 წლის წინანდელს, ხო? 15 წლის წინანდელ ამბებს, 18 წლის წინანდელ ამბებს. გადასწრდე შენ და ილაპარაკო იმ უკეთურობაზე ისე რომ დღევანდელი ამბავი არ გაიხსენო, ხო, დღევანდელ ამბავს არ მიაქციო. ყოველდღე მინიმუმ არაკეთილ სინდისიერება რაოდენ არ უნდა მიჭირდეს ამის თქმა ლევან გიგინეიშვილზე. ნახეთ როგორ ვიტყვი დუდუზე, იმიტომ რომ მისი მეგობრები, ძალიან ახლო მეგობრები, სწორედ ასე იხსენიებდნენ მას. ეს მეტსახელი ჰქონდა და სავარაუდოდ ახლაც აქვს ამ მცოდნე, აქ იგითხარით, ვაჟა-ფშაველას მცოდნე კაცს, ხო? ბევრი გაეჯიბრება, ბევრი თუ არა რამდენიმე კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიდან სწორედაც რომ ვაჟას ცოდნაში, ასე მაგალითად ვაჟას ცოდნაში ლევან გიგინეიშვილს, მაგრამ მისი თანაპარტიელები და ქართული ოცნების ბიზნეს თანამზრახველები ვერც იმას ვერ იტყვიან, ბევრი მათგანი რო ვკითხო, რომელ საუკუნეში იყო ვაჟა, წლებს ძარ ვლაპარაკობ რაღაც 1861-1915 არა, ხო, რომელ საუკუნეში იყო ვაჟა-ფშაველა, რომელ საუკუნეში გარდაიცვალაო, შეიძლება ბევრი მათგანმა თქვას მე-19 საუკუნეში რას მელაპარაკებიო, ეს ლევანს ვეუბნები და მან ხომ იცის, მაგრამ ვაჟა-ფშაველას ცოდნა არ არის საკმარისი, პლატონის ცოდნა არ არის საკმარისი, რუსთაველის ცოდნა არ არის საკმარისი და მე ხელმოღერებით კითხვა თუ ლექციების თუ გაკვეთილების ჩატარება თუ ლექციების საკითხვა, იქ რაღაცა გახსნეს, არ ვიცი, ბათუმში თუ არ ვწდები, არ ვიცი რა ქვია, აზროვნების აკადემია თუ რაღაცა, მაგრამ აზროვნების აკადემია კრიტიკული აზროვნებისაგან დაცლილი თუ არის ის, ან ნებისმიერი ლექცია თუ არის კრიტიკული აზროვნებისაგან დაცლილი, ან თუ ნებისმიერი ლექცია არ არის ფართო კონტექსტში წარმოდგენილი, ნებისმიერი გაკვეთილი ლექცია, ნებისმიერი თემა, ხო? არ არის ფართო კონტექსტში წარმოდგენილი, რას უყვება მაგალითად ლევანი, აი ამ ტრაფარეტულად ქცეულ ჯოყოლა ალხასტაიძის ფრაზაზე დღეს თუ მარია ერჩებით უნდა გაემართოს სისხლისა, რას ყვება და როგორ კონტექსტში ვიღაცა რო ეკითხება, რომ აი რუსებს რო უტევს ოპოზიციის ნაწილი, ჩვენ ესე უნდა ვუპასუხოთ თუ არა, რას ეუბნება, რომ ხო, ვაჟა-ფშაველას ეს სიტყვები სწორედ ამ კონტექსტშია წასაკითხიო, ეჭვი მაქვს ლევან. გულახდილად გეტყვი, რომ ასე ლაპარაკობ შენ ლექციაზე და ეს არის სამწუხაროდ, თორე ეს ციტატაა და ვაჟაც ალბათ კი არა, ნამდვილად ჩემზე უკეთ იცი, თუმცა გულახდილად გეტყვი, რომ მე კონკრეტულად ვაჟა არ ვიცი ცუდად, ესე უნდა ვთქვა. აბა როგორ უნდა თქვა, როცა მართლა არ ვიცი ცუდად, მაგრამ ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა. ეხლა რატო ხო ბოდიში რატომ ლაპარაკობს ლევანი ასე, ხო, იცით ვისი დეიდაშვილია? ლევანი იმედის დამფუძნებლის, რა ქვია, ირაკლი რუხაძის დეიდაშვილია. გავს კიდეც ლევანი ირაკლი რუხაძის, რომელიც არის თავარი მიმართულება აქვს, თავარი მისია აქვს აღებული ამგვარი პროპაგანდისა, რომ ილაპარაკოს უკეთურობაზე წარსულის ხელისუფლებისა და არამც ერთი სიტყვა არ თქვას ირაკლი რუხაძემ დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლების უკეთურობაზე კი არა, საშინელებებზე, რომელსაც ჩადის თუ ივანიშვილი და თუ კობახიძე და თავად ირაკლი კობახიძეს. ლევანი ირაკლის წინააღმდეგ ნაბიჯსაც ვერ გადადგავს, აკი ამიტომაც იწვევენ უცნობთან თუ სხვაგან საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომ მან ილაპარაკოს მხოლოდ წარსულზე და არამც არ ილაპარაკოს მომავალზე, აწყოსა და მომავალზე და არ თქვას მაგალითად ლევანს არ შეიძლება მას წამოწდეს, არ შეიძლება თუ ასე ფიქრობს იმ შემთხვევაშიც, მაგრამ ვაგლახრობ ამას არც ფიქრობს, არ შეიძლება მას წამოწდეს ცუდი სიტყვა, მძიმე სიტყვა დღევანდელ ხელისუფლებაზე, რას ჩადიხართ ამდენი წერალი, აი ლევან გიგინეიშვილს ვეკითხები, როგორ არ წამოგწდა არც ერთი სიტყვა, რაზე მელაპარაკებით, საერთოდ რაზე, რომელ პლატონზე მელაპარაკებით, თუნდაც მიუხედავად ცხადია უზარმაზარი პატივისცემისა ფილოსოფოსის მიმართ, ან რომელ რუსთველზე მელაპარაკებით, მიუხედავად უზარმაზარი პატივისცემისა რუსთველის მიმართ, მიუხედავად
უზარმაზარი პატივისცემისა ვაჟა-ფშაველას მიმართ რას მელაპარაკებით, როდესაც ლაპარაკობთ მეგობრობაზე ასე მაგალითად, ხო? როგორ ლაპარაკობთ, როდესაც ზვიადრატიანი აი ლევან გიგინეიშვილს ვეკითხები, წამოსცდა ერთი სიტყვა თქვა ლევან გიგინეიშვილმა ზვიადრატიანზე, ერთი სიტყვა თქვა ზვიად კვარაცხელიაზე, ერთი სიტყვა თქვა რომ მოსწონს თუ არ მოსწონს ბექა კურხულის ნაწარმოები თუ წაკითხული აქვს თქვა აკი რატომ? იმიტომ რომ ჩარჩოებში მოქცეულია და როცა ჩარჩოებში მოქცეული ხარ რაც არ უნდა ესნო მოვატრიალობ მგონი რაც არ უნდა კარგად იცოდე რუსთაველი ხო? რაც არ უნდა კარგად გვიამბობდე ავთანდილის ანდერს, რაც არ უნდა კარგად, ოღონდ მართლა კარგად უამბობდე ამავე ანდერს ნინო წილოსანს, რომელსაც ალბათ არც არაფერი ესმის, მაგრამ კარგი უამბობ, ლექციებს კითხულობს სადღაც ლევარი უთუოდ და ნამდვილად კითხულობს უთუოდ კი არა, ნამდვილად კითხულობს რა აზრი აქვს, მაპატიეთ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ რა აზრი აქვს. ეხლა კიდევ მოусმინოთ, მე არ გიგონოს რომ არ ვაკებ კაცო, მაგრამ ნახევარ სიმართლისთვის ვაკებ და შესაბამისად ვაკრიტიკებ, ანუ არც ვაკებ რეალურად, იმიტომ რომ დღევან ვილაპარაკოთ გერმანია მილაპარაკოს მუდმივად ნაცისტურ გერმანიაზე. ვილაპარაკოს რომ 33 წელს მოვიდა ჰიტლერი, შილგლუბერი, 45 წელს მან დაასრულა საკუთარი პოლიტიკური კარიერა და არა მხოლოდ არამედ სიცოცხლის 12 წლის განმავლობაში იყო და შეიძლება რომ აი ამ კომპლექსებიდან ვერ გამოვიდეს გერმანული საზოგადოება და სულ ყველა ვინც კი დაუშვია შეცდომა უკვე შემდგომ პერიოდში არ ვიცი ადენაუერი პირობით ეთლაპარაკო რაღაც კოლი პირობით ეთლაპარაკო ხამე რაღაც დიდი ხნით ვინც იყო ხო პრემიერ-მინისტრი კანცლერი ხო იმაზე ვლაპარაკობ რაღაც მერკელი ან რაღაც დღევანდელი მერცი რომელიც ცოტა ხანია პრემიერია კანცლერია ხო იმათ მაწარმოადგენლებმა გვაი ვითხრა რაზე მელაპარაკები ხალხ ნახე ამ 30 თუ 40 თუ 45 თუ 50 წლის წინ 70 წლის წინ ჩვენ გვყავდა 80 წლის წინ გვყავდა გიтлერი იმას ხო ჯობი ვარ აქედან გამომდინარე ჩემს მიერ დარღვეული რაღაცა კანონი ან ჩემს მიერ შემორღვეული ადამიანის უფლებები არაფერია კაცო იმიტომ რომ ის ნახეთ ნაცისტური იყო 33-დან 45-მდე გერმანიას მართავდა და რაღაცა არ გინდათ თუ არ გინდათ რომ ის გაბეორდეს ხო ვინმე იტყვის რომ ნაცისტური გერმანია აღარც არსებობსო რასაკვირველია აღარ არსებობს მაგრამ განა არსებობს კი ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების თუ მაინც და მაინც ესე ვილაპარაკოთ ერთპიროვნულად დაბრუნების იოტისოდენა შესაძლებლობაც აი ლევან გიგინეიშვილს შეუძლია მითხრას რომ როდესაც ხელისუფლებაში მოვა ლევან სანიკიძე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ისიც შეზღუდავს მედიას უცილობლად ან იქნებ იმაზე უარესად მოიქცევა ლევან სანიკიძე ემანდ რომ იყოს რაღაცის მინისტრი თუ რაღაც გადაწყვეტილების მიღები ვიდრე იქცევა მისი დეიდაშვილი ანუ ირაკლი რუხაძე მოусმინოთ არა მე მხოლოდ იმიტომ ვაკრიტიკებ რომ თქვენ მაყურებელმა იცოდეს სრული სიმართლე ამ ყველაფრის თაობას მასკერი რო შემოიტანეს მე ცუდი იყო ბასტკერისთან დაკავშირებით მე მახსოვს მინიმუმ 2 ადამიანი ლევან დოლიძე და ზვიად გორიძე და კიდე სხვაებიც სასაკვირველია რომლებიც იმჟამინდელ ხელისუფლებას ანუ მიშას ხელისუფლებას ეუბნებოდნენ რომ რა უბედურება ამ ანტენებს რომ აყადაღებდა მართლაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება მაესტროს ეხებოდა ეს ყველა ფერი ყველამ ვიცით იმიტომ რომ ეს ვიყავი მინიმუმ 7 აქციაზე ან 5 აქციაზე მათ შორის სახელმწიფო კანცელარიასთან ან მთავრობის ადმინისტრაციასთან იმ ხანადაც ოღონდ ლევანი გაგიკვირდებათ და გიგინეიშვილი მე არ მახსოვს ოღონდ იმიტომ კი არა რომ აი შენ სატო არ იყავი ან მაშინ სად იყავი და შენ ირაკლი რუხაძე ლევანი კიდე შეიძლება იყო და ვერ დავინახე მაგრამ ირაკლი რუხაძე ნამდვილად არ მახსოვს აქციაზე კი არა მისი საჯარო პოზიციაც კი არ მახსოვს მიუხედავად იმისა რომ ის იყო პარალელური არხის ამ იმედის მაშინაც ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხო როგორ არა კაცო მაშინ ერთ-ერთი კი არა პრაქტიკულად სრული ხელმძღვანელი იყო მეთქი ასე ვიტყვი თორმეტში ბოდიში ვარ შემეშალოს არა შესაძლოა რო არ შემეშალოს შესაძლოა არა ეს ესე იგი დაბრუნებამდეა ხო ბადრგაშვილის ოჯახისათვის ხო მაშინ საშინელება ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის ტიპებმა რო ჩაიგდეს იმედი ხელში კარგად მახსოვს განა ეს არა ბოდიში ეს უკანასკნელი არასწორად თქვი ვაღიარებ მასშტაბით გადაცემები მასკერის თებშებიც არ შემოუშვეს დააყადაღეს და აი ესე ხდებოდა ხო ანუ დემოკრატიას ნასახი არ იყო ბოდიში გამიხსოვებს გამიქცა აი ეს ქვეყანა უნდა თვითონ ევროპისკენ მიდიოდა არა ევროპისკენ მიდიოდა ეს ქვეყანა მიუხედავად იმისა რომ დემოკრატიის ნასახი არ იყო და ხმამაღლა გამოგივიდა ლევან დემოკრატიის ნასახი მიხეილ სააკაშვილის შედარებითი თუა ყველაფერი დემოკრატიის ნასახი სწორედაც რომ იყო
თუ ნასახობაზე ვლაპარაკობთ, აი დემოკრატიის ნასახი არ არის ქვეყანაში, სადაც ამაზე ვთქვამს, რამე ლევან გიგინეიშვილს პირბადეებს აყადაღებენ. ლევან გიგინეიშვილმა ვიმეორებ, გადაეცით ჩემგან თქვა თუ არა, მასიად დავინახე სხვათა შორის და ჩემს სახლთან და არ ვიცი რაღაც ევროპულ სკოლაშიც კითხულობ, არ ვიცი შესაძლოა. ხო, ცდები შესაძლოა, არ ნამდვილად დავინახე, მაგრამ შესაძლოა ევროპულ სკოლაში არ კითხულობს ლექსი. ხო, ისა ლევან გიგინეიშვილმა რატომ არ თქვა რომ დემოკრატიის ნასახი თუ მართლა ნასახი როგორც ასეთი უნდა თქვათ, ეს არ არის სამ ქვეყანაში, ბიზინა ივანიაშვილის მიერ შექმნილ ქვეყანაში. დანარჩენში ვეთანხმები ლევან. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ შორის უკვე ვეღარ აღდგება ის ურთიერთობები ჩემსა და შენ შორის კი არა, ანუ შენ ვეღარ დაუბრუნდები იმ სივრცეს, რომელსაც ნებისმიერი ხელისუფლების კრიტიკოსს და სივრცე ჰქვია, იმიტომ რომ შენ ამ ხელისუფლებას მიეტენე. აი ეს ერთი ბოდიში ცუდი სიტყვა, მესმის. დასაკვირველია ცუდი სიტყვა. მიეტენე ლევან. იმიტომ რომ შენ იმ ხელისუფლების წინასი უკეთურობაზე ლაპარაკობ 15-17 წლის შემდეგ და ამ ხელისუფლების მიერ ადამიანთა დააპატიმრებებზე, დაჭერებზე ფორმალისტურად რასაკვირველია ეგრეთ წოდებული სწორი კანონით. ხო? მათ შორის ფართო გაგებით შენივე კოლეგებზე, ანუ ლიტერატურასთან, კალამთან მისაც გონია საქმე, ერთ სიტყვასაც არ ამბობ ბზიაზე, კარგი ჟურნალისტია შენ ხო რა, არ იკადრებ ჟურნალისტთან საუბარს. სვიად რატიანზე, სვიად კვარაცხელიაზე, ბექა ქურხულზე სამივე მწერალია. არ საუბრობ ექიმზე, რომელიც დაიჭირეს. ვაჟა გაფრინდაშვილზე, კაი პოლიტიკოსები არ გიყვარს, მაგრამ თან ნახე, თან მნიშვნელოვანია. ამასაც კი არ ამბობ, რომ ყველა ადამიანი პრინციპში მეწოდება. ან ასაციხოდ არავინ მემეტება. ან კარგი იქნება თუ ხელისუფლება, შეხო ხელისუფლებად მიგაჩნია ესენი, უფრო ლოიალური იქნება ადამიანების მიმართ. არა, შენ საერთოდ იც არ თემას ერთ სიტყვასაც არ ზრავ ადამიანებს. ემპათია როგორც ასეთი, მცოდნე, პლატონის მცოდნე. ლევან გიგინეიშვილს ვაჟა-ფშაველას მცოდნე. ლევან გიგინეიშვილს საერთოდ გამქრალია. აღარ ვლაპარაკობ იმაზე რომ ვილაპარაკოთ თუ არ ვილაპარაკოთ. არ ვიცი. მაგალითად ლევანი მეტყვის რომ ასმეტყვის იმასთან დაკავშირებით რა, ვინ ამბობს დღეს ესეთ სიტყვას ლევან, ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა. დღეს ჩვენ სინამდვილეში ვინ მიდის თემის წინააღმდეგ. ვინ არის ერთ შემთხვევაში ერთი პოემის მიხედვით სვიადაური და მეორე პოემის მიხედვით ქეთელაური. მე მინდა ეს კითხო. ხო, ბევრად უკეთიცი ვაჟა-ფშაველა ვიდრე მე და რასაკვირველია 200-597 ჯერ მეტად იცი ვაჟა-ფშაველა ვიდრე დიმიტრი სამხარაძე. იმან ვაჟა-ფშაველას რა ჰქვია ნამდვილი სახელგვარი ვარსახელი რა არის, არ იცის. ხო? იმაზე ხო არ ვეკითხები ახლა. იმაზე ხო არ ვეკითხები. ტერენტი გრანელზე, ხო? ის გასაგები, ის არავინ არ იცის. ტერენტი გონია, გვარად გრანელი, იმასაც, კობახიძესაც, მაგრამ იმაზე ხო არ ველაპარაკებით, ჩვენ ლაპარაკობთ ვაჟა-ფშაველაზე. კითხე ერთი რა კემუდარები. აი აიღე ყურმილი და დაურეკე. ნინო წილოსანს. რა ჰქვია? და რა გვარისაა? ვაჟა-ფშაველა თქო, ესე, კითხე. ვერ გიპასუხებენ. ხო და მე აი მაგას დავიდავანებოთ, გეკითხები ისა შენ რა ქვია იმას დღეს ვინ არის ამ სიტყვების თქმელი, ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა. დარლამსაც შეეწირები, ხო, ვის ეუბნებიან. ოსა კლავენ, დაკლა ხდება, ხო? მოკვლაც არა, მკვლელობაც არა, დაკლა ხდება, ზვიადაურისა. სასაფლაოს. ხო და მე არ ვიცი, ამას გეკითხები. მაგრამ ამაზე გაკი გითხარი, ბევრად მეტი იცი, მე მიპასუხებ ამ კითხვაზე შენ. მე მიპასუხებ უცბად ზვიადაურზე მელაპარაკებ და ამის გამესაუბრები განა არა. აი მე კი არა კაცო, შენ და ლევანი ბერძენიშვილი რო დასხდეთ ერთად და კიდევ რამდენიმე მოკრება შემიძლია ჩვენი ბაბა თქვენი ბაბლიდან ვის მოკრებ კაცო, მაგრამ ერთი 5-6 რომ მოვიდომო დავასახელებ 10-საც 15-საც, მაგრამ აი 5-6 მართლა მწოდნეს, ხო? ისინიც მე არა ვარ ოღონდ ხაზგასპით ვამბობ მათ ამ 5-ეულში, ამ 10-ეულში. ხო, მე რაღაც დამკვირვებლის სტატუსით კიდიქი და მაინტერესებს ას ლაპარაკობს, ამაგრა ლაპარაკობენ მეთქი, ესე ვიტყვი, თუმცა კი გითხარი რომ ცუდად არ ვიცოდით, არც ახლა არ ვიცი ვაჟა-ფშაველა, მაგრამ თქვენგან ვინ ეკდება შენთან ერთად
რომ გავარჩიოთ, აი ოპოზიციის ოპოზიციასთან ვიცარი, ანუ ოპოზიციის წარმომადგენლები, და ვილაპარაკოთ პლატონს. მე პლატონზე საერთოდ აი ნინო წილოსანზე ოდნავ მეტი ვიცი, არა მეტი ვიცი, მაგრამ მაინც ნინო წილოსანზე მეტი მეცოდინება ალბათ. უპატიოსნობაა ეს, რომ ვიცოდეთ მაინც. უწესობაა ეს, რაც არ უნდა მეტი ან ბევრი იცოდე. თორე ვერა ახლა რატომ გამეკეთები და ისეთი ამბები ხდება ჩვენ ქვეყანაში, რომ ლევან იგინეიშვილზე რატომ უნდა ამომეღო ხმა. ნაყოფის